ბიბლიაში 3 წიგნია, რომლებსაც ერთად სიბრძნის ლიტერატურა ეწოდება. იგავები, ეკლესიასტე და იობი. სამივე წიგნი ერთსა და იმავე საკითხებს შეეხება. როგორ მსოფლიოში ვცხოვრობთ და რას ნიშნავს კარგად ცხოვრება ამ ქვეყნიერებაზე? ესე იგი, როგორ ვიცხოვროთ კარგად? ხო, სამივე წიგნი განსხვავებული თვალთახედვით უდგება ამ საკითხებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია სამივე გვესმოდეს, რათა სრული ბიბლიური წარმოდგენა გვქონდეს კარგი ცხოვრების შესახებ. აზრითი ექსპერიმენტის მიზნით შეგიძლიათ თითოეული მათგანი პიროვნებად წარმოიდგინოთ. იგავების წიგნი შეიძლება ახალგაზრდა, ნიჭიერ მასწავლებელს მივამსგავსოთ. ეკლესიასტე გონება מחვილ, შუახნის ასაკის კრიტიკოსს, ხოლო იობი მრავლის მნახველს მოხუც კაცს. ჯერ იგავების წიგნს შევხვდებით, ახალგაზრდა ნიჭიერ მასწავლებელს. მას ყველაფრის შესახებ აქვს ცოდნა, შრომის, ურთიერთობების, სექსის, სულიერი ცხოვრების შესახებ. გარდა ამისა, ის საოცრად გამჭრიახია, რაც ესოდენ გვაკლია ყველას. ხო, ის სრულყოფილი მეგობარი იქნებოდა ჩვენთვის, როცა კონკრეტული რჩევა დაგვჭირდებოდა. რა აქცევს მას ასე გამჭრიახად? იგავების წიგნი ყველაფერს სხვაგვარად უყურებს, ადამიანთა უმრავლესობისგან განსხვავებით. მას სჯერა, რომ სამყაროში არსებობს უხილავი შემოქმედი ძალა, რომელსაც ძალუძს ადამიანებს მიუთითოს ის, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. მას ვერ ხედავთ, სწორედ ისევე როგორც მიზიდულობის ძალას, თუმცა ის ყველაფერზე ახდენს გავლენას, რასაც ვაკეთებთ. მას რა არის ეს ძალა? ებრაულად მას ხოხმა ეწოდება და ითარგმნება როგორც სიბრძნე. ეს გახლავთ ღმერთის თვისება, რომელსაც ღმერთი სამყაროს შექმნისთვის იყენებდა. ღმერთმა ხოხმა ყოველივე შექმნილის არსსა და ფუნქციონირებაში ჩააქსოვა. ყოველთვის, როცა ადამიანები სწორ, სამართლიან და ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი სიბრძნეს მიმართავენ. და ყოველთვის, როცა ვიღაც ცუდ გადაწყვეტილებას იღებს, ის ხოხმას წინააღმდეგ მოქმედებს. სწორია, როგორც იგავების წიგნის პირველ თავში წერია, რადგან დაღუპავს ბრიყვებს მათი განდგომილება და თავქარიანებს დაუდევრობა. ის კი, ვინც სიბრძნეს უსმენს, უსაფრთხოდ იქნება. მაშ იგავების სამყაროს ზნეობრივი კანონის მსგავსია. ხო, ეს მიზეზშედეგობრივი კავშირია და არავის ძალუძს მისთვის თავის არ იდება. იგავების წიგნი მას ქალის სახით წარმოგვიდგენს, რომელსაც ჰქვია სიბრძნე. სწორია, დადის მთელ ქვეყნიერებაზე, უხმობს ადამიანებს და ხელს უწოდის ყველას, ვისაც სურს მისი მოსმენა და მისგან სწავლა. ამას წიგნის მეორე შეხედულებამდე მივყავართ. ყველას შეუძლია მოიპოვოს სიბრძნესთან მისადგომი, ჰქონდეს მასთან ურთიერთქმედება და გამოიყენოს იგი, რათა თავის თავსაც დაეხმაროს და სხვებსაც. სიბრძნესთან ერთად შეგიძლიათ ხელოვანი ადამიანივით შექმნათ რაღაცები. დიახ, ხოხმა ებრაულად მხოლოდ გონებრივ ცოდნას როდი აღნიშნავს. ეს სიტყვა ასევე აღწერს დახელოვნებულ ოსტატს, რომელიც შესანიშნავად ფლობს საკუთარ ხელობას, მაგალითად დურგალსა თუ ქვის მჭრელს. თუ გაქვთ ხოხმა, ამას ავლენთ მოქმედებით და ნაბიჯ-ნაბიჯ აუმჯობესებთ ცხოვრებას. კარგი, გასაგებია. მას წავედით ცოტა ოდენით სიბრძნე შევიძინოთ. მაგრამ მანამდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გავიხსენოთ იგავების წიგნიდან. ხოხმა არ არის უპიროვნო ძალა. ეს თავად ღმერთის თვისებაა. ებრაულ აზროვნებაში სიბრძნისკენ მიმავალი გზა უნდა დაიწყოს იმით, რასაც იგავების წიგნი უფლის შიშს უწოდებს. ეს არის ჯანსაღი პატივისცემა სიკეთისა და ბოროტების ღმერთისეული განსაზღვრებისა. ჭეშმარიტი სიბრძნე ნიშნავს იმას, რომ ვისწავლოთ სად გადის ეს საზღვრები და დავიცვათ ისინი. ყველა ეს იდეა, რომლებზეც ახლა ისაუბრეთ, დაწერილია იგავების წიგნის პირველ 9 თავში. მაგრამ იგავების წიგნზე ფიქრისას მახსენდება გამონათქვამების კრებული, თავად იგავები. მითხარი მათ შესახებ. ხო, ეს გამონათქვამები იწყება მე-10 თავიდან და წიგნის ბოლომდე გრძელდება. ეს არის ასობით და ასობით გამონათქვამი, ანუ იგავი ცხოვრების ნებისმიერი ასპექტის შესახებ. და როდესაც ხოხმას მეშვეობით ვიყენებთ ამ იგავების ცხოვრებაში, მათი ბრძნული მითითებანი გვეხმარება ყველა საქმეში წარმატების მიღწევაში. თუ ამ იგავების მიხედვით ვიცხოვრებ, ჩემი ცხოვრება კარგად წარიმართება. ხო, ან და როგორც იგავების წიგნშია დაწერილი, ისინი იქნება კურნება შენი ძვლებისთვის. ხელს მოგიმართავს და მოგცემს დღეგრძელობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. ხო, მაგრამ ვხედავთ, რომ ხშირად სწორედ ასეც ხდება. ბრძენი ადამიანები უკეთ ცხოვრობენ და ჩვეულების ამებრ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთ გამოსდით. ეს არის იგავების წიგნის დაპირება და სიბრძნე. იგავების წიგნი ნამდვილად მშვენიერია, თუმცა ზოგი ადამიანის აზრით ის მეტისმეტად მარტივია, რადგან ხანდახან საშინელი რამეები ემართებათ მართლაც ბრძენ ადამიანებს, როცა ბრიყვები წარმატებას აღწევენ. ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს ჩვენი აზრით. ასეა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს მომდევნო ბრძენ მეგობარს, კრიტიკოს ეკლესიასტეს დავუგდოთ ყური, რადგან ის სწორედ ამ პრობლემას იყო შეჭიდებული და ამიტომაც შეუძლია დაგვეხმაროს იმაში, რომ ნამდვილად კარგი და სწორი ცხოვრების გზა ვეძიოთ.